მოგესალმებით ჩემო პატარა მეგობრებო, როგორც ხედავთ, შემოდგომა დადგა უკვე კარგა ხანია, ცოტა აგრილდა მე შევიმოსე შესაბამისად და ეხლა მე მინდა სწორედ შემოდგომასთან დაკავშირებული 3 მათემატიკური სახალისო ამოცანა შემოგთავაზოთ. თითოეულ მათგანზე კომენტარებში უპასუხეთ სწორი პასუხი. დანომრეთ 1-დან იმ რიცხვამდე რამდენი ამოცანაც იქნება და გაეცით პასუხი. მაშასე. პირველი ვაშლების ბაზრობა. სოფომ ბაზარში 14 წითელი და 3 მწვანე ვაშლი იყიდა. მერე 6 წითელი და 3 მწვანე ვაშლი მიჰყიდა მეზობელს. შენი აზრით, რამდენი წითელი და რამდენი მწვანე ვაშლი დარჩა სოფოს? მეორე ფოთლების თვალაში შეჯიბრი. ლუკამ და თეკლამ შეაგროვეს ერთად სულ 48 ფოთოლი. ლუკამ თეკლაზე 10 ფოთლით მეტი შეაგროვა. რამდენი ფოთოლი ჰქონია თითოეულს? მესამე შეკითხვა. გოგრის წონის შეკითხვა. 3 გოგრის საერთო წონა არის 27 კილოგრამი. პირველი გოგრა იწონის 8 კილოგრამს, მეორე 5 კილოგრამს. რამდენი კილოგრამია მესამე გოგრა? დარწმუნებული ვარ თითოეულ შეკითხვაზე პასუხი იცით და როგორც გითხარით დანომრეთ 1-დან 3-მდე და თითოეულ შესაბამისი პასუხი გაეცით. მე დროებით გემშვიდობებით, ეხლა ამ პატარა ჩემ ფისოს საჭმელი უნდა მივცე.